და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აქვს მოსალოდნელია თუ არა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ეკონომიკური ემბარგო რუსეთის მხრიდან შეიცვლება თუ არა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა. ექსპერტები რუსეთში პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით რისკებზე საუბრობენ. ამასთან დარიელში განვითარებული მოვლენების გამო ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში უკვე შეჩერებულია. კომპანიებს მეზობელ ქვეყანაში ამ დროისათვის საკმარისი მარაგი აქვს, თუმცა თუ გზის აღდგენა და საბაჟო პუნქტის გახსნა გაჭიანურდება, შესაძლოა ექსპორტი სხვა ქვეყნების გავლით განხორციელდეს. რუსეთში ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი კვლავ შეჩერებულია. ამჯერად არა პოლიტიკის, არამედ სტიქიის გამო. ლარსის გამშვები პუნქტის გახსნისთანავე კახეთის ტრადიციული მეღვინეობა მთავარ საექსპორტო ბაზარზე პროდუქციის მორიგი პარტიის გაგზავნას გეგმავს. ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ მარაგი იყოს არსებული და ამ შემთხვევაში რაღაც 2 კვირის პერიოდის მარაგი გქონდა ჩვენ რუსეთში და გვაქვს. აი ამ პროდუქციას რასაც აქ ხედავთ, ჩვენ ველოდებით გზის გახსნას და ფაქტიურად აქაც მოვამარაგეთ, რომ სწრაფად მოხდეს გადატვირთვა. ქართული პროდუქციისთვის მოსკოვმა ბაზარი შარშან გახსნა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მხოლოდ ღვინის ექსპორტმა 33 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამში კი რუსეთი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების სიაში ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა. ევროკავშირზე კი ვაჭრობის 25% მოდის. შეიძლება თუ არა სტატისტიკა ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან დაახლოებას მოსკოვის კიდევ ერთი ეკონომიკური ემბარგო მოყვეს. მიუხედავად იმისა, საქართველოს ევროკავშირთან ექნება თუ არა თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმი, რუსეთის მხრიდან არასოდეს გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ემბარგო იქნება ან არ იქნება დაწესებული, ეს ტიპის გარანტია არ არსებობს. რუსეთი როგორც წესი მიჩნეულია არასტაბილურ ბაზრად. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოსთან ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება, თუმცა მისი ცნობადობა განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში კვლავ დაბალია. ღვინის კომპანიები კი იმედოვნებენ, რომ რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანას შეუფერხებლად შეძლებენ. დღეისათვის არის გარკვეული საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი ღვინის იმპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ფაქტიურად იხსნება ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე. ჩვენი მოლოდინია, რომ წლიდან წლამდე ევროკავშირის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტი უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ერთ წელიწადში და ორ წელიწადში რაღაც მნიშვნელოვანი ციფრები ვერ იქნება. რა თქმა უნდა რაღაც რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ ჩანაცვლებაზე მე ცოტა შორს ვარ იმასდისგან, რომ ეს ჩაანაცვლებს კონკრეტულად მე მაქვს საუბარი ჩვენს პროდუქციაზე, ეს არის ღვინო, ეს არის ბრენდი, ამიტომ ამას დაჭირდება გარკვეული პერიოდი. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება. უახლოესი 5 წლის განმავლობაში გაერთიანების ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი სავარაუდოდ 15%-ით გაიზრდება. ეს 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია. იგივე მონაცემებით შეთანხმება დადებითად აისახება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეც და სარგებელი ჯამში 6%-ს გადააჭარბებს.